აი ახლა ის შობა მოვიდა ხო და შობის მე აი მაგალითად მაინც რაღაცა იმ დღეს ყველა კარგად ვართ ერთმანეთთან რაღაცა და მე მაინც მტრობთ ერთმანეთს. აი როგორ უნდა გავყოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი ალუროზე და იმაზე აი საერთოდ არ გვემჩნეოდა ერთმანეთის ტრობა. ყველა ვიყავით ერთი. ეკლესიაშიც რომ მოვიდოთ, ყველა ვართ ერთი. გარეთ არ ვართ ერთი. არდომის დროს აი შობის დროს ამხელა სიხარულია, ამხელა სიყვარულია. ან თუ კიდე ეს ფეხბურთი ავიღო თუ გაიმარჯვა, ესე იგი ამხელა სიხარულია, თუ წააგვე ნახეთ, ამხელა სიძული მოდის. ქართველს როგორც აგინებს, თუ დამარცხდა. ესე იგი საკუთარი გუნდი ან თუ ვერ გაიტანა ეს სხვა სიყვარული. ეს სხვა სიყვარული და ხშირად ადამიანი არ უკვდება რა მოძრაობს და ეს ეკლესია გასწავლის რომ აი ყოველ საღამოს დაფიქრდი აბა იმ დღეს რამ გაგახარა, რამ შეგაწუხა, შეიძლება შენ დაზრებს აშენებდე, სიკეთეებს აკეთებდე და ვერ ხვდებოდა რომ გამოწვევდეს ეგოიზმი, თამოყვარეობა, თავის გამოჩენა, რეკლამა. მაგრამ ეს როგორ გავიგო და შენ რა გამოწვევებს, სიყვარული თუ თამოყვარეობა. მე ჩემ თავზე დაკვირებული ვარ რომ დაბადების დღეს უმჩნია რაღაცა უმჩნია მიხარია. მაგრამ ეს ადამიანის სიხარული მაგრამ როცა როგორც მოძღვარი პატიმარს ნახულობ რეანიმაციაში რომ ესე იგი იმაზე დავდივარ 7 ზეთის ხებაზე როცა სხვას ვემსახურები ხო ვიღლები მაგრამ ხედავ რომ შემოდის სიხარული და იმას ქვია ღვთისგან სიხარული და აი ახლა შემშურდა იმის რომ იტალიაშიო აი დღეს ვიღავი სტუმრად ესე იგი წელიწადში ხშირად აკეთებენ მოწყალების იმას და მოწყალებას გაცემენ აი როგორ აი ბავშვობიდან როგორ ასწავლიან ბავშვებს რომ ემსახურონ მოხუც იმას როგორ გაცემენ მოწყალება რომ სიყვარული დააზარდონ და ამ დროს რამდენია ესე იგი მე არ ვამბობ რომ ვისაც საშუალება აქვს და აფიქროს გაცემაზე აფიქროს მოწყალებაზე და მე გადის დრო და მშობელი მეუბნება რომ აი თავის შვილს ყველაფერი მისცა მაგრამ ესე იგი ვერ გაიხარა მისი და ეს რატო ხდება იმიტომ რომ ბავშვი არასწავლა ესე იგი მოწყალება არასწავლა სიყვარული და ეს შედეგი ახლა რაც არის აი ჩვენ ხვდით ყველაფერი მოგცა ხარა ჩვენ გვაქვს სხვა წყალი ჰაერი ზოგან სასმელი წყალი არ აქვს უნება ზოგან ხრიოგია და რა გვაკლია სიყვარული გვაკლია და ეს მარტო ახლა კი არ ხდება რომ ავიღოთ ჩვენი წარსული ხანდახან კუთხე-კუთხეზე ბრძოდა ხშირად მოყავს რა რომ 2,5 მილიონი გაყიდა ქართველმა ქართველი სტამბოლის ბაზარში ამას რატომ მოყავს იმიტომ რომ შენ ქართველი რო ხარ და დიდი ისტორია რო გაქვს